მასწავლებელმა გამოაცხადა სკოლაში, რომ მოდი დავწეროთ ასეთი თემა, როგორ გავატარეთ ერთი კვირა. აი პარასკევი, საღამო პარასკევი დღეა, შაბათ-კვირა ხო დასვენება. და მასწავლებელმა უთხრა, მოდი ორშაბათს მოიტანეთ დაწერილი თემა, როგორ გაატარეთ ერთი კვირა. ეხლა ბავშვები უკვე ფიქრობენ, რა დავწეროთ. ამ გოგონას მარიამი ქვია. მივიდა ჩვენი საყვარელი მარიამის სახლში, მოკალათ და კარგად თავის საწოლზე, ბალიშებში ჩაჯდა, აიღო თავისი საწერი ბლოკნოტი და დაიწყო. აი ორშაბათს ეს სიკეთე გავაკეთე, ვიღაცას დავეხმარე. სამშაბათს ეს სიკეთე გავაკეთე, ოთხშაბათს და წერს. ეხლა მე დეტალებში არ გიყვებით, ეს წიგნი თუ დაიბეჭდა ღვთისმადლით დეტალებს მე იქნახავ. და თან ახლა ბოლოში მიაწერა, რომ მეო მიკვირს კიდეცო სხვა ბავშვებიო, როგორ არ არიანო, კეთილებიო და ამაზე რო ვფიქრობო, ხვდებიო, რომ მე გამორჩეული ვარო, განსაკუთრებული ვარო. თუმცა მე უკვე მივეჩვიო სიკეთის კეთებასო და თითქოს ეს ჩემი ჩვეულებრივი ცხოვრების წესიაო და ჩემი ხასიათია უკვე, რომ სიკეთეები ვაკეთო. და ეხლა დიდი სიხარულით ბოლოში გულიც მიახატა ამ თავის ნაწერს და დაკეცა. დახურა თავისი ბლოკნოტი, უკვე გახარებულია, რომ მასწავლებელს რომ მიუტანს, აი გიორგი მასწავლებელს რომ მიუტანს. თან მასწავლებელმა რა უთხრა, იცით, დაწერეთო გულწრფელად, რასაც ფიქრობთო, როგორც გაატარეთ ეს კვირა. და უკვე გახარებულია, რომ მასწავლებელი რო წაიკითხავს ამას კლასში, მე შემაქებსო და იტყვის, აი ყოჩეხ მარიამ, როგორ კარგად მოქცეულ ხარ ამ კვირაში, კარგი თემა გაქვს. ეს ჩვენი ლუკა იმიტომაც არის მოწყენილი, რომ მთელი პარასკევს, საღამო, შაბათი დღე, კვირა დღე ფიქრობს აიღოს დაწეროს. მარიამი ხო მივიდა თუ არა მაშინვე დაწერა. ეს ლუკა მაშინვე ვერ წერს. ფიქრობს, რომ რაც უნდა დაწეროს, ყველაფერი უმნიშვნელოდ ეჩვენება. მაგრამ რადგან მასწავლებელმა სთხოვა, მასწავლებლის თხოვნას, ესე იგი უპასუხოდ არ დატოვა. იმიტომ რომ მასწავლებელი, ეხლა წარმოიდგინეთ, აი სულ ვეუბნები ხოლმე ბავშვებს. დავუშვათ დედა რო იყოს მასწავლებელი, აი დედა თქვენი რომ მასწავლებელი იყოს. როგორც გინდათ რომ ის ბავშვები დედა თქვენის მოსწავლეები თქვენს დედას მოექცნენ, ეცადეთ რომ თქვენს მასწავლებელს ეგრე მოექცეთ. ხო არ გინდათ დედა განერვიულებული რომ მოვიდეს სახლში, რომ აი ან გულდაწყვეტილი რომელი ვიღაცა ბავშვმა ასე თუ ისე გააკეთა რაღაცა. გესმით? ხო გინდათ რომ დედა გახარებული მოვიდეს, კმაყოფილი მოვიდეს თავისი მოსწავლეების ქცევით თუ სწავლით. ხო და იმ ბავშვსაც, ვისი მშობელის თქვენი მასწავლებელია, იმასაც უნდა რომ დედა ასეთ კარგ ხასიათზე მიუვიდეს სახლში, გესმით? ისე რომ ყველა მასწავლებელს გაუფრთხილდეს. აიღო ლუკამ, ეხა მოწყენილი რატოა, რომ კარგი არაფერი არ ახსენდება. დაჯდა და დაწერა, რომ აიო სამშაბათსო ჩემმა მეგობარმაო სკოლაშიო კალამი მთხოვაო. და გაუტყდაო და მე მთხოვაო და მეუთხარიო, რომ არაო ეს ერთი მაქო და ვერ გათხოვებო. არა და მეორეც მქონდაო ჩანთაშიო. მაგრამო ორივე მიყვარდაო და დამენანა და ვერც ერთი ვერ მივეციო. ამას წერთან. ხუთშაბათს ასეთი რამე მოხდაო. დედა მთხოვაო, რომ შვილო მაღაზიაში წადიო და მეო ძალიან დაღლილი ვიყავი, უარი უთხარი და მე ბებოს თხოვა და ბებო წავიდა მაღაზიაშიო. პარასკევსო კიდე ასეთი რამ მოხდაო, რომ ერთი მოხუცი ბებო გზაზე გადმოდიოდა, რაღაცა მძიმე რაღაცეები ეჭირაო. კი ვიფიქრეო, მოდი გავჩერდები და მივალ და დავეხმარებიო, მაგრამ მე გადავიფიქრეო, გამობრუნდი და სახლში წამოვედიო და ეხა მასწავლებელო ბოლოში მიაწერა. ძალიან მიჭირს ამების დაწერა, რასაც წერო, მაგრამ რადგან გულწრფელობა გთხოვეთო, ამიტომ დავწერეო. მაგრამ მეც გთხოვთ ერთ რამესო, რომ ეს ჩემი ნაწერი ხმამაღლა არ წაიკითხოთ კლასში. და ეს ყველაფერი დიდად მიაწერა, რომ თვალში საცემი ყოფილიყო, რომ მასწავლებელს პირველი ეს დაენახა, რომ გთხოვთ, რომ ხმამაღლა არ წაიკითხოთ. ხოერიდება. თან მით უმეტეს ყველა კლასი ერთნაირი მეგობრული ხო არ არის.
ზოგან შეიძლება დასცინონ, ზოგან რა იფიქრონ, ზოგან რა. სინამდვილეში კი რა იყო აქ დასაცინი. განა ყველას არ მოსდის ესეთი რამე რაც მან დაწერა. დახურა ეს ჩვენი ბლოკნოტი და დადგა მოხსენების დღე, პრეზენტაციის დღე, რომ წარადგინონ თავისი თემები. ახლა მარიამის თემას რო კითხულობდა, მარიამი გაბადრული იჯდა. რომ აი ამდენი სიკეთეები. ჯერ სხვა ბავშვებისაც აიკითხა მარიამის თემას რო კითხულობდა, მარიამს გულში სიამაყე ჰქონდა, რომ ნახეთ რა კარგი თემა მიწერია. როდესაც ლუკას თემა აიღო ხელში და დაიწყო კითხვა, ლუკამ შეაჩერა მასწავლებელი და სთხოვა, მასწავლებელო, გთხოვთ, რომ ბოლოდან დაიწყოთო კითხვა. ბოლოში ხო გახსოვთ რა ეწერა? ბავშვები დასცინია, რაო ლუკა, ბოლოდან დაიწყე წერაო? არა, ბოლოდან კი არ დაიწყო და მასწავლებელმა გააჩერა ბავშვები, დამშვიდითო და ამ დროს ვიღაცამ დააკაკუნა, კარზე შემოვიდა ქალბატონი ნატო, ერთ-ერთი მასწავლებელი იმ სკოლის. გიორგი მასწავლებელმა ბავშვებს ბოდიში მოუხადა, ბოდიში ბავშვობა ერთი წუთიოდ. მოვიდა და ეს შემოსული მასწავლებელი რაღაცას ეჩურჩულება ამ ჩვენ გიორგი მასწავლებელს. და შემდეგ დაემშვიდობა და წავიდა და ეხლა განაგრძო კითხვა, ისე ხმამაღლა კითხულობს. ნახეთ როგორი სახე აქვს. ეს რო ხო გახსოვთ რეები უწერია ამას რეულში. რა ეწერა? რა ეწერა გახსოვთ? სამშაბათს ო ვიღაცას კალამი არ ვათხოვე, დედას არ დაუჯერე და მოხუცს არ დავეხმარე. ხო და გიორგი მასწავლებელმა საზეიმოდ გაშალა მისი ბლოკნოტი და დაიწყო კითხვა. ხუთშაბათსო ლუკა როდესაც სახლში მიდიოდა, დაინახა ერთი ბავშვია, რომლის მშობლებსაც დააგვიანდათ მისვლა სკოლაში და მოკლედ ტირის ნერვიულობს, პატარა ბავშვია, შეიძლება პირველ კლასელი, ესენი მეოთხე თუ მეხუთე კლასელები არის. თურმე ეს ბავშვი დაუმშვიდებია ამ ლუკას, ჯიბეები მოიჩხრიკა, ნაყინი უყიდია ამ ბავშვისთვის და მოთქვია რომ წამოდიო და მე გაპოვნინებ შენ სახლს, არი ნერვიულო, გამოკითხა სახელი და გვარი კითხა, მისამართი კითხა და შეპირდა რომ აპოვნინებდა სახლს და მართლაც იწალეს და მიიყვანა და სახლში დახვდათ გულგახეთქილი ბებო. რო დაინახა ისე გაეხარდა თვალები აუცრემლიან და ჩაიხუტა პატარა მათე ქვია ამბობს. გულში ჩაიხუტა და მე ადგა და ამ ბავშვის დედას, ანუ თავის შვილს დაურეკა, ესე იგი რომ შვილო ვიპოვეთო მათეო მოიყვანა ერთმა ბიჭმა სახლშიო. ამას რო კითხულობდა მასწავლებელი, ბავშვები ესე იგი გაოცებულები უყურებდნენ და ბოლოს მასწავლებელმა თქვა რომ ეს ყველაფერიო ლუკამ კი არ დაწერაო თავის ბლოკნოტშიო. აი ნატო მასწავლებელი რო იყო შემოსული, მან მითხრაო თურმე ნატო მასწავლებლის შვილი მათე ასე შეიფარა ჩვენმა ლუკამო და ასე მივიდა და სახლში მიიყვანა და დააბინავა. ესმით რაზეა ლაპარაკი და ეხლა ნახეთ, ერთი მხოლოდ თავს იწონებდა, მეორემ კი გულწრფელად დაწერა ის, რაც შეეშალა. თქვენ როგორ ფიქრობთ? და მე რა უთხრა, ნახეთ, მასწავლებელმა ზარი რომ დაირეკა, მარიამი გაიხმო გვერდით და ასეთი რამე უთხრა. მარიამ, შენ ძალიან კარგი გოგო ხარო. კი ცდილობ რომ სიკეთე გააკეთო, მაგრამ სიკეთეს მაცხოვნებელი ძალა მაშინ აქვს, როდესაც ამას ჩუმად გააკეთებ. გესმით? ისე კი არა, ვიღაცას ხაჭაპური გაუტეხო და მე მთელმა სკოლა მიცოდეს რომ აი ერთმა მეორეს ხაჭაპური აჭამაო, შენ ამბობდი ამას, ეგრე კი არა. აი ისე როგორც ლუკამ გააკეთა, მაგრამ თავის თავს არ ჩაუთვალა ეგ სიკეთეთ. რატო არ ჩაუთვალა, იცი თავის თავს სიკეთეთ? ეს ალბათ ყოველთვის ასე იქცეოდა. ვიღაცას თუ დაინახავდა, ეხმარებოდა. მაგრამ ის შეცდომებიც მოუვიდა. მშობელს რო არ დაეხმარა, მაგრამ ხონანობდა ამ ყველაფერს. გესმით რაზეა ლაპარაკი? თქვენ როგორ ფიქრობთ? მარიამს შეცდომა არ ექნებოდა? ხო ექნებოდა. ექნებოდა, მაგრამ ის ამ შეცდომებზე არ ფიქრობდა. მას და არ დაწერა. არ დაწერა.
ადამიანი, რომელიც თავის შეცდომებზე ფიქრობს, ის უფრო ღირსეული ადამიანი გაიზრდება, ვიდრე ის, ვინც მხოლოდ თავის გაკეთებულ სიკეთეებზე ფიქრობს. მიხდით რა შეასაკეთებს. ისე რომ ნიშნები აქ არაფერშუაში არ არის. ვინ როგორ სწავლობდა, ამას უკვე აქ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა ისე კი არ გაიგოთ, რომ სწავლა არ არის კარგი. სწავლა აუცილებელია. მაგრამ არსებობს სწავლაზე უფრო მეტი რამ. ეს არის რომ იყო ადამიანი. თორე ეშმაკმა ყველაფერი იცის. მაგრამ ეშმაკი თავის შეცდომებს არ ნანობს. ეშმაკს ადამიანი არ უყვარს, პირიქით ემტერება, შურს და მისი დაღუპვა უნდა.